ეხლა ქურთები და ებრაელები ხშირად აღწერენ ერთმანეთს როგორც ბუნებრივ მოკავშირეებს, ორ ხალხს, რომლებსაც აქვთ დევნის, გადაადგილებისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლის გრძელი ისტორია. ისრაელი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ქურთების დამოუკიდებლობის რეფერენდუმს 2017 წელს. და ქურთული დროშები დღემდე ზოგჯერ ისრაელის დროშებთან ერთად ჩანს დემონსტრაციებსა და კულტურულ ღონისძიებებზე. მაგრამ მიუხედავად 10 წლეულების განმავლობაში არსებული ჩუმი კავშირებისა და რეგიონის დიდი ნაწილის მხრიდან საჯარო სიმპათიისა, ისრაელთან ურთიერთობის ღიად მხარდაჭერაც ქურთებისთვის პოლიტიკურ ფასს იწვევს. ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთდა ქურთი შვედი ჟურნალისტი სუზან კიტასი, რომელმაც ისრაელსა და ქურთებს შორის ბევრად უფრო ღრმა სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობაზე ისაუბრა. და იეხუდა ბენ იოსები, რომელიც ისრაელში ქურთულ-ებრაული საზოგადოების პრეზიდენტია. მინდა მადლობა გადადიხადოთ ორივეს, რომ შემოგვიერთდით. იეხუდა, მინდა ცოტა ისტორია გკითხოთ ქურთულ-ებრაულ მოსახლეობაზე. ჩვენ ვიცით, რომ ქურთი ებრაელები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ქურთისტანში, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ კავშირის რამდენი ნაწილი შემორჩა დღეს ისრაელში? კავშირი მთელი ისრაელის არსებობის განმავლობაში ძალიან კარგი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ კავშირს არა მხოლოდ ისრაელის საზოგადოებასთან ან სახელმწიფოსთან, არამედ კარგი კავშირი ქურთებთანაც. როგორც იცით, როდესაც მულა მუსტაფა ბარზანი ქურთისტანში იყო, ისრაელის მთავრობამ ჯარისკაცი გაგზავნა, რომ დახმარებოდა მას ამ საკითხებში. და კავშირი მთავრობასა და მულა მუსტაფა ბარზანის შორის ჩვენ საზოგადოებასაც გადიოდა, რადგან ჩვენ ენაზე ვსაუბრობდით. და ეს ძალიან საინტერესო იყო. როგორც იცით, ებრაელები ქურთისტანში 3000 წელია ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც ტაძარი დაინგრა, ჩვენ ემიგრაციაში წავედით ქურთისტანში და იქ დავჭით მანამ, სანამ სამჯერ ქურთელი ებრაელები ისრაელში არ ჩამოვიდნენ. სამჯერ ჩამოვიდნენ. პირველად 1881 წლებში ჩამოვიდნენ. პირველად ისინი იერუსალიმში ჩამოვიდნენ წმინდა მიწაზე, იცით, ებრაელებისთვის წმინდა ქალაქში და შემდეგ ალროიში. ეს პატარა სოფელია ჩრდილოეთში, ორსედრაში. და ჩამოდიან აქ ისრაელში, რომ აქ იყვნენ ნანახი. ამის შემდეგ ისინი ჩამოდიან 1926 წლიდან 1936 წლამდე. მრავალი მათგანი მოდიოდა, ჩემი ბაბუა, შენი ბაბუაც მოდიოდა, დიახ, ის იყო დიდი რაბინი. ჩვენ ებრაულად ვამბობთ ხახამ ბაში, ქურთების, დოჰუგის, ებრაელი ქურთების. ის მოდიოდა, მას ესიზმრა, რომ ისრაელი არსებობს. ამიტომ ფეხით წავიდა დამასკოში და დამასკო იყო გზა, ავტონომიური გზა, რომელიც ხორშადან და ვაშანიკრიდან იერუსალიმში შედიოდა. და ისინი მოდიოდნენ იერუსალიმში, რასაც ჩვენ ნეხლაოც ვეძახით და ჩვენ მას უწოდებთ შკუნათ ჰაქურცს, იერუსალიმის ქურთების უბანს. და ჩემი ყველა ბიძაშვილი და ბიძა მახტერეთში იყვნენ. იბრძოდნენ იერუსალიმისთვის, ისრაელის არსებობისთვის. ხო, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ კარგი ურთიერთობა გქონდა ქურთებთან. ხო, თქვენ მართლა შეინარჩუნეთ ურთიერთობა, მაგრამ სუზან, როცა დღეს ქურთებს ესაუბრებით, იცით იქნება ისინი დიასპორაში თუ თავად ქურთისტანში მცხოვრები, როგორ უყურებენ ისრაელს? ისრაელს ძალიან დადებითად უყურებენ და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ცოტას გიამბობთ ჩემი ოჯახის ისტორიაზე. 1980-იან წლებში ერაყის არაბულმა რეჟიმმა გადაწყვიტა ქურთების დეპორტაცია. მათ დაახლოებით 9 მილიონი ქურთი გადაასახლეს. ჩვენი დანაშაული ის იყო, რომ ქურთები ვართ, ჩვენ გაგვიმართლა. როცა ყველაფერი წაგვართვეს, მოქალაქეობაც ჩამოგვართვეს. მათ უბრალოდ გამოყვარეს ირანში, სადაც ქურთულ რეგიონში წავედით. ასე რომ გაგვაძევეს, რადგან ქურთები ვიყავით. ირანში მუდმივი დისკრიმინაცია იყო ქურთების მიმართ. ამიტომ ჩემს ოჯახს ირანის დატოვება და სირიაში წასვლა მოუწია. და მე ვსაუბრობ სირიაზე ჰაվել ალასადის დროს. გეტყვით, სირიაში 12 წლამდე ცხოვრობდი. სადაც სინამდვილეში მეგონა რომ არაბი ვიყავი. რატომ ფიქრობდი რომ არაბი ვიყავი? იმიტომ რომ სირიაში შეგეძლო ციხეში აღმოჩენილიყავი, შეგეძლო ციხეში წასულიყავი, წამება განგეცადა და ზოგჯერ შეიძლება მოგეკლათ კიდეც, თუ ღიად ისაუბრებდი შენი ქურთული იდენტობის შესახებ და ქურთულად ილაპარაკებდი. და ეხლა 10 წლის წინ მე ჩამოვედი ისრაელში. ასე რომ, გახსოვდეთ, მე ახლახან ვახსენე ერაყი, ვახსენე ირანი და სირია, სადაც ქურთული იდენტობა ძლიერად იჩაგრება და დისკრიმინაციას განიცდის. და მახსოვს, როცა ჩამოვედი ბენ-გურიონის აეროპორტში და სასაზღვრო პოლიციელმა მკითხა, რადგან ჩემს პასპორტში ეწერა ბაღდადი. და მან მკითხა, შენ ერაყელი ხარ თუ არაბი ხარ? და დამიჯერეთ. პირველად ახლო აღმოსავლეთში ვუთხარი მას,
არა, მე ქურთი ვარ, მან არ გამიცინა. მან მართლაც მკითხა, ზახოდან ხარ თუ ერბილიდან? მან იცოდა რა არის ზახო, მან იცოდა რა არის ერბილი. არსებობს 50 მილიონზე მეტი ქურთი, მინიმუმ 50 მილიონი ქურთი, რომლებიც ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქურთისტანს ვუწოდებთ 4 ქვეყანას შორის გაყოფილნი. დღემდე არაბები, თურქები, ირანელები უარყოფენ ჩვენს არსებობის უფლებას, მაშინ როცა ისრაელი აღიარებს, რომ ეს ქურთიერი არსებობს. ისრაელში, იცით, როგორც ქურთი, მე ამაყად ვამბობ, რომ ქურთი ვარ. მე ამაყად აღნიშნავ ჩემს ქურთულ იდენტობას, ჩემს ქურთულ კულტურას, კულტურას. ასე რომ, თქვენს კითხვაზე პასუხი ასე შეიძლება შევაჯამო. ქართი შეხედულება სწორია. გასაგებია. თუმცა ფართოდ არის მიღებული ქურთებში, რომ თქვენი იდენტობა აქ მიღებულია და მე ქვეყანაში პატივსაც სცემენ. რა თქმა უნდა, როგორც იეხუდამ თქვა, იცით, ჩვენ ვისაუბრეთ მულა მუსტაფა ალ-ბარაზანიზე. მულა მუსტაფა ალ-ბარაზანი ეროვნული ლიდერია. ის ლეგენდარულია, ყველა ქურთი იცნობს მას. როცა მას სამედიცინო მკურნალობა სჭირდებოდა, ის ისრაელში ჩამოვიდა. და რამდენიმე კვირის წინ მე შევხვდი ყოფილ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცს. და მან მითხრა დიდი სიამაყით, როცა ახალგაზრდა ჯარისკაცი ვიყავი, 19 წლის ასაკში მე იმ ჯარისკაცებს შორის ვიყავი, ვინც მულა მუსტაფა ალ-ბარზანის იცავდა, როცა ის ჰადასას საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდა. ქურთებმა ეს იციან. იცით, 1960-იან წლებში, როცა ქურთებზე ერაყის ბაათის ფაშისტური რეჟიმი დაესხა თავს, ვინ დაგვეხმარა? ისრაელი დაგვეხმარა. ეს არის მიზეზი, რატომაც ფიქრობთ, რომ იქ, რატომ ფიქრობთ, რომ არსებობს ასეთი, იცით, ბუნებრივი მოკავშირეობის ეს აღქმა, რომელიც საერთო აქვთ როგორც ქურთებს, ასევე ისრაელელებს. პირველ რიგში გეტყვით, ებრაელები მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისგან იტანჯებიან. ქურთისტანში ისინი იტანჯებიან, მაგრამ არა ძალიან. თქვენ არ ნახავთ პოგრომებს, არ ნახავთ იმას, რასაც ებრაელებს უკეთებენ. იმიტომ რომ ქურთისტანში ჩვენ პოულობთ გზას ერთად ცხოვრებისას. და თუ კარგად ცხოვრობ იმ ადგილას, სადაც ისინი არიან, ისინი აქაც არიან, იქაც არიან. ეს ქმნის კავშირს. მულა მუსტაფა ბარზანი, როცა ის ისრაელში ჩამოვიდა, მას უნდოდა ვიღაცას შეხვედროდა. მან თქვა, მინდა ხვაჯა გაბაის ნახო. ხვაჯა გაბაი ტიბერიაში, ცნობილი კაცი იყო. ის ძალიან მდიდარი იყო ქურთისტანში. და მულა მუსტაფა ბარზანი. იგი ახსოვთ როგორც მდიდარი ადამიანი. დიახ, როცა ის მოვიდა, ჩემი ბიძა იმ საქმეს აკეთებდა, რასაც ახლა მე ვაკეთებ. და ამ დღეებში ჩვენ Facebook, Instagram-ი უნდა მოძებნო ის. ასე რომ ვიპოვეთ ეს კაცი და მათ აქვთ პატარა მაღაზია ტიბერიაში. ის ბუსტნეულს ყიდის. და ისინი ერთად მოდიან და ეხვევიან ერთმანეთს. ყველა ეხვევა ერთმანეთს. დიახ, კიდევ და ისინი ხვაჯა გაბაის ქურთისტანში მიხავთ, ამოგზაურებენ და ის აქ ბრუნდება. ასე რომ ხედავთ რა ურთიერთობაა იქაურ ხალხსა და აქაურ ხალხს შორის. მეორე რამ, როგორც იცით, ქურთისტანის მტრები, ისინი ჩვენი მტრები არიან. ასე რომ იგივე მტრები და სხვა რაღაცები რაც. ქურთისტანში რელიგიები მნიშვნელობა არ აქვს. ხარ ებრაელი, მუსლიმი, ქრისტიანი, ქურთული იდენტობა ყველაფერს აღემატება. შენ არასდროს ეკითხები მას, რა არის შენი რელიგია. ისინი მხოლოდ იმის ცოდნა სურთ, რომ ქურთი ხარ და ქურთისტანზე ზრუნავ. ქურთები. მინდა ისევ შენ მოგიბრუნდეს სუზან და უბრალოდ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს, თუ საერთოდ რამე რომ ფიქრობ ეს ურთიერთობა უფრო საჯარო გავხადოთ და ნამდვილად ხელი შეუწყოთ ურთიერთობებს ისრაელელებსა და ქურთებს შორის. ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ეს საკითხი უსაფრთხოების გამო ძალიან მგრძნობიარია. დიახ, როცა გიდეონ საარი 2024 წელს თავის პოზიციაზე დანიშნეს, მე ისრაელში ცხოვრობდი. და როცა მან ქურთებზე ისაუბრა და თქვა, ქურთები ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები არიან და ქურთიერი დიდიერიაო, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, ეს ადამიანი ქურთებს შორის, ქურთისტანში და დიასპორაში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მე როგორც ქურთი, მილიონობით ქურთთან ერთად ძალიან ვაფასებთ იმ მორალურ მხარდაჭერას, რომელსაც მისნაირი პოლიტიკოსებისგან ვიღებთ. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ მეტი გვჭირდება. იცით, კარგია რომ გვაქვს ეს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ მეტი თანამშრომლობა გვჭირდება. და დიახ, ქურთები ძალიან ფაქიზ რეგიონში ცხოვრობენ. არ ვამბობ, რომ ყველაფერი ღიად უნდა იყოს, მაგრამ ისრაელმა პირდაპირი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს ქურთ ლიდერებთან.
და იცით, რომ უფრო ძლიერი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. იგივე ურთიერთობა, რაც 1960-იან წლებში გქონდა ქურთებთან ერაყში. ეს ნამდვილად გჭირდება. და კიდევ ერთი რამ, რაზეც ხაზს გავუსვამ, არის ებრაული და ქურთული თემები, განსაკუთრებით დიასპორაში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, თუ ეს ორი ხალხი ერთად იმუშავებს. და მე იცი დარწმუნებული ვარ, იეხუდა უფრო მეც გეტყვით. მაგალითად, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, იცით რომ გავაძლიეროთ ეს ურთიერთობა ამ ორ ხალხს შორის. მიზეზი, რატომაც ისრაელსა და ქურთისტანს შორის ურთიერთობები განხილვის საგანია, ის არის რომ ისრაელი სურს შეაკავოს მთელი ქურთისტანი. თუ ქურთები იტყვიან. ჩვენ ურთიერთობაში ვართ ისრაელთან, იცი? ყველა შენი მტერი თავს დაესხმება ამ ღარიბ ავტონომიას და ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. როგორც იცი, ახლა ბევრი რაკეტა ირანიდან ერბილზე მოდის. მეორე საკითხი ისაა, რომ არ გახსოვს ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ქურთისტანის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, იყო ბენიამინ ნეთანიახუ. დიახ. როცა მასუდ ბარზანი ქურთისტანის დამოუკიდებლობას მოითხოვდა, ერთადერთი მხარდაჭერა იყო ნეთანიახუსგან. თეო მსოფლიოში ერთადერთი მხარდამჭერი ნეთანიახუ იყო. დიახ. კარგი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ორივეს ჩვენთან შემოერთებისთვის. ძალიან საინტერესოა მოვისმინოთ ქურთული ებრაული მოსახლეობის ისტორია, ასევე თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორც ქურთი ისრაელში. მე ვფიქრობ, რომ ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, იმედია გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. დიდი მადლობა.